კლასიკური მუსიკის საღამო მოეწყო თბილისშიც, კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე 1 წლის წინ შექმნილი სიმფონიური ორკესტრი წარსდგა. მის შემადგენლობაში აღმოსავლური პარტნიორობის 6-ვე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. მათ შორის არიან ქართველი მუსიკოსებიც. კონცერტს დაესწრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყანაში აგრედიტებული დიპლომატები. საღამოს ინიციატორი პოლონეთის საელჩო და საქართველოს კულტურის სამინისტრო იყო. ეს არის პირველი ასეთი მასშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელდა და ეს ნიშნავს, ეს არის გარანტია იმისა, რომ ეს ადამიანები თავის პროფესიულ კარიერის განმავლობაში, პროფესიული გზის განმავლობაში შეიძენენ პარტნიორებს, სანდო ადამიანებს, ვისთან ერთადაც მათ მომდევნო ღონისძიებების, კონტაქტის, ურთიერთობის უნიკალური შანსი ეძლევათ. მუსიკა არაჩვეულებრივი იყო, მუსიკოსები კი ძალიან კარგად ასრულებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იყო ახალგაზრდული შემადგენლობა, რომელსაც 19 წლის დირიჟორი ჰყავდა. ეს კონცერტი ხელშეუწყობს 6 ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსების დაახლოებას ქართველ ხელოვნებთან და მათ ინტეგრირებას მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსებას.